მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ საღვთისმეტყველო საუბრებს. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ძალიან მტკივნეული საკითხია აფხაზეთი. აფხაზეთი მტკივნეულია პოლიტიკური და საეკლესიო თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი გადაცემების ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ საეკლესიო პრობლემებს შევეხებით. აფხაზეთის საეკლესიო მდგომარეობის სამართლებრივ ანალიზს გააკეთებს საეკლესიო სამართლის დოქტორი მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი. მამაო, ჩვენი ტელემაყურებლების სახელით მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზაურობისათვის. ღმერთმა დაგლოცო და მოგესალმებით. მამაო, დავიწყოთ იმ საკითხზე საუბრით, რომელიც ალბათ ყველა სხვა საეკლესიო პრობლემას განაპირობებს აფხაზეთში, ეს არის de facto ვის აქვს საეკლესიო ხელისუფლება ახლა აფხაზეთში, როგორ de jure სიტუაციას მდგომარეობას ესწრაფვიან, არა ნაბიჯებს დგამენ აი ამის მისაღწევად. სამწუხაროდ დღესდღეობით აფხაზეთის ეპარქიის მდგომარეობა არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ცნობილი მიზეზებიდან გამომდინარე 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ, როდესაც დაეცა სოხუმი, ქართულ მოსახლეობასთან ერთად ეს ამ კუთხიდან წამოვიდა ქართველი ეროვნების სამუდელოებას, რომლებიც იყვნენ უმრავლესობაში იმ პერიოდში იქ. აფხაზეთში დარჩა მხოლოდ 4 სასულიერო პირი, ეროვნებით ეთნიკურად არაქართველები. აქედან 2 იყო რუსი ეროვნების, 1 უკრაინელი და 1 ეთნიკური აფხაზი. დეკანოზი, ბესარიონ, აპლია. ეს 4 ადრე იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია. კი, რა თქმა უნდა, 4 სასულიერო პირი იყვნენ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ, უშუალოდ აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურნი იყვნენ და პირდაპირ ემორჩილებოდნენ იმ დროინდელ აფხაზეთის მღვდელმთავარს მეუფე დანიელს. რაღაც ეთნიკური არაქართველები იყვნენ, ისინი ბუნებრივად დარჩნენ კიდევაც იმ ტერიტორიაზე და იმავე წელს ამ 4 სასულიერო პირმა შექმნეს ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეპარქიის საბჭო. და ამ საბჭოს თავმჯდომარედ აერჩიეს დეკანოზი ბესარიონ აპლია, ვინმე კიდევ უკაცრავად რომ გაწყვეტეთ. მე როგორც ვიცი, იქ აი ამ საბჭოში შედის მღვდლები, რომლებიც რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში არიან. პრაქტიკულად de jure აფხაზეთი კი რჩებოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ ფაქტობრივად ის ნაწილობრივ იყო ან თვითმმართველი, ან ის იმართებოდა რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი მაიკოპის ადიღენის მღვდელმთავრის ტიხონის მიერ. რაც არის აღსანიშნავი, რომ ჩვენმა საპატრიარქომ არ დააყენა, ანუ არანაირი თქვა კანონიკური სასჯელი არ გამოიყენა ამ სასულიერო პირების წინააღმდეგ, უბრალოდ იმ გასაგები მიზეზისგან გამომდინარე, რომ იქ დარჩა მართლმადიდებელი მოსახლეობა, შეიძლება არა ქართველი ეროვნების, აფხაზები, რუსები, უკრაინელები და ასე შემდეგ, იმ ხალხს ჭირდებოდა სასულიერო პირები, რომლებიც თქვა მათ გაუწევდა დახმარებას. ესმოდათ რა, რომ ოფიციალურად ის სასულიერო პირები ვერ გააგრძელებდნენ, ასე თქვა, კანონიკურ მორჩილებას საქართველოს ეკლესიისადმი. ეს დამოკიდებულება ეხლაც ესეთია თუ შეიძლება? კი. ეს დღესდღეობით მღვდელი ბესარიონ აპლიაც მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკულად მას არანაირი კავშირი აღარ აქვს საქართველოს ეკლესიასთან, მაგრამ ის არის, ასე ვთქვათ, ითვლება კანონიკურ მღვდელმსახურად საქართველოს ეკლესიასთან, ის არ არის დაყენებული მღვდელმსახური. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, კიდე რაშიც გამოიხატებოდა, ასე ვთქვათ, რუსეთის საპატრიარქოს, ასე ვთქვათ, მონაწილეობა აფხაზეთის ეპარქიის მართვაში, ეს არის ის, რომ ძალიან ხშირად აფხაზეთში ჩადიან, დღემდე ჩადიან რუსეთის საპატრიარქოს სხვადასხვა სასულიერო პირები, ბერები, მღვდელმთავრებიც კი, რომლებიც ისევ და ისევ გარკვეულ მონაწილეობას ღებულობენ, ანუ ეპატრონებენ ჩვენს ტაძრებს. აი ეს შეიძლება de facto მართავენ, მაგრამ არის რაღაცა, თქვათ, ორგანო ან ინსტიტუტი, თქვათ, აფხაზეთში, რომელიც აი თავისას დეკლარირებულად აი ეს მართავს, თქვათ, აფხაზეთს. თუ ისინი აშკარად უარყოფენ, თქვათ, დაქვემდებარებას ქართულ ეკლესიაზე, ხო ესეა?
და ვერც აშკარად ვერ ლაპარაკობენ რომ რუსეთის ეკლესიას ემორჩილებენ. არის რაღაც ორგანო, რომელიც მართავს თქვა იქაურ სიტუაციას. 2011 წლამდე ასეთი ერთადერთი ორგანო იყო ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეპარქიის საბჭო, რომლის თავმჯდომარედ იყო არჩეული დეკანოზი ბესარიონ აპლია და სხვათა შორის რუსეთის საპატრიარქო არაერთი საეკლესიო ჯილდო გადასცა ამ სასულიერო პირს. ის ყველა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ დოკუმენტში არის ნახსენები როგორც აფხაზეთის ეპარქიის მმართველი სხვათა შორის. და აი ესეთი ორგანო არსებობდა უკვე 2011 წელს სიტუაცია არსებითად იცვლება აფხაზეთის ეპარქიაში. კერძოდ, იქ ჩნდება ორი ახალი სასულიერო პირი, ეს არის მღვდელმონაზონი დოროთე დბარი და ასევე მღვდელმონაზონი ანდრეი ამპარი, რომლებიც ხელდასხმა მიიღეს რუსეთის საპატრიარქოს ადიღეისა და მაიკოპის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მიერ. შესაბამისად, ისინი არიან რუსეთის საპატრიარქოს მღვდელმსახურნი არიან, მაგრამ ეთნიკური აფხაზები. ამავდროულად იქ ჩნდება კიდევ ერთი სასულიერო პირი, ანუ მესამე ეთნიკური აფხაზი, ეს არის ბერდიაკონი დავითი სარსანია, რომელიც 2000 წლების დასაწყისში ჩვენ ეკლესიის რომელიც ჩამოვიდა თბილისში სხვათა შორის და აქ მიიღო ბერად აღკვეცა და ხელდასხმა დიაკვნად და არის დღესდღეობით ოფიციალურად საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო, რომ თვითნებურად დატოვა თავის ეპარქია და უარს ამბობს საქართველოში ჩამოსვლაზე და აქ მსახურების გაგრძელებაზე და ასე შემდეგ და ბოლო წლების განმავლობაში მისი მთელი საეკლესიო საქმიანობა არის პრაქტიკულად თვითნებური. ის დღესდღეობით მას აქვს შეჩერებული. აი, ახსნეთ ორი სასულიერო პირი, რომელიც რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში არიან. აი, რამდენად გამართლებულია ესეთი ადამიანების აქტიურობა აფხაზეთში, როგორც საეკლესიო პირების? აბსოლუტურად არანაირი. ჩვენ ვიცით, რომ საეკლესიო სამართალი ძალიან მკაცრად განსაზღვრავს იმას, რომ არც ერთ სასულიერო პირს არ აქვს იმის უფლება, რომ თავისი გადავიდეს გასცეს თავის კანონიკურ ტერიტორიას და უცხო ტერიტორიაზე განახორციელოს რამე მღვდელმსახურება, ან თუნდაც მithumetes რაღაც ესეთი ქმედება, რომელიც გულისხმობს იმ საეკლესიო ადმინისტრაციულ ტერიტორიული რაღაც ერთეულის მართვა გამგეობას. საუბარი არის მღვდელმთავარზე, რომ არ შეუძლია გადავიდეს თქვა სხვა ეპარქიაში. საუბარი არის მღვდლებზე, რომ არ აქვს უფლება რომ გასცენ თავის სამრევლოს ან თავის მონასტერს ან მithumetes ეპარქიას და ასე შემდეგ. თუ მღვდელმსახური გადადის თქვათ სხვა ეპარქიაში, ან მithumetes სხვა საპატრიარქოში და იქ იწყებს საქმიანობას, ამისთვის მას აუცილებლად ჭირდება თავისი უშუალო საეკლესიო ხელმძღვანელობის შესაბამისი ლოცვა კურთხევა და ნებართვა. აი, მამო, თქვენ აქამდე რაც ალბათ სასულიერო პირები ვახსენეთ, ესენი პრორუსული ორიენტაციის არიან ალბათ, არა? იმიტომ რუსეთის იურისდიქცია ექვემდებარება. აი, აფხაზეთში არის ეს პრო-კონსტანტინოპოლის. სხვათა შორის არის იმიტომ რომ აი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავიდნენ ისინი კონსტანტინოპოლში და იქ ეძიებენ ავტოკეფალიას. აი, ეს ერთეიგივე ხალხია თუ რაღაც ცალკე ჯგუფია? სხვათა შორის ძალიან საინტერესო სიტუაციაა ამჟამად ამ ხრივათაც აფხაზეთის ეპარქიაში. კერძოდ სამღვდელოება, რომელიც დე ფაქტოდ ახლა მოღვაწეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაიყო ორ ნაწილად. უფროსი თაობის სამღვდელოება, რომლის ასე ვთქვათ ხელმძღვანელი არის დეკანოზი ბესარიონ აპლია, აი ესენი არიან მართლაც პრორუსული ორიენტაციისა. ანუ ისინი უნდათ რომ შეუერთდნენ რუსეთის ეკლესიას თუ კი, ანუ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ უნდა თქვათ შეუერთდნენ რუსეთის საპატრიარქოს და ესე იგი რომ იმყოფებოდნენ ოფიციალურად რუსეთის საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ. შეიძლება რაღაცა სტატუსით, ყოველ შემთხვევაში ავტოკეფალიაზე მაინც და მაინც ისინი არ ლაპარაკობენ. რაღაცა მიტროპოლიის სახით და ასე შემდეგ, შეიძლება რაღაცა ფართე ავტონომიის სტატუსით და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში თავის მომავალს ისინი ხედავენ რუსეთის საპატრიარქოსთან. დანარჩენი ორი ახალგაზრდა თაობის სასულიერო პირები, რომლებშიც იგულისხმებიან მღვდელმონაზონი დოროთე დბარი, მღვდელმონაზონი ანდრეი ამპარი და ბერდიაკონი დავით სარსანია, ისინი სხვათა შორის არიან პრობერძნული ორიენტაციის. მიუხედავად იმისა, რომ ორ მათგანს აქვს მიღებული ხელდასხმა რუსეთში, რუსეთის საპატრიარქოში,
ხოლო მესამე საქართველოში, მცხეთა თბილისის ეპარქიაში. მიუხედავად ამისა, ალბათ, იმიტომ რომ ვერ ხედავენ იმის პერსპექტივას, რომ რუსეთის საპატრიარქო მიანიჭებს აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალიასთან, თუნდაც ფართე ავტონომიას. ესეთი პერსპექტივა არსებობს კონსტანტინოპოლის ეკლესიისაგან? ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვთ. და ამ იმედს ამას საფუძველია? ამ ერთადერთი საფუძველს, რომელსაც ახლა რითაც ასაბუთებენ ესენი, არის ის, რომ მე-6, მე-7 საუკუნეში რეალურად აფხაზეთის ეპარქია კანონიკურად ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ასე ყველა ეკლესია რაღაც ეპოქაში რომელიმე დედა ეკლესიას ექვემდებარებოდა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ახლა თავად რუსეთის საპატრიარქოც თავის დროზე მე-16 საუკუნემდე ექვემდებარებოდა იმავე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. რო გადავხედოთ ყველა ბალკანეთის ავტოკეფალური საპატრიარქოები, რუმინეთის, ბულგარეთის, სერბეთის თავის დროზე გარკვეულ საუკუნემდე ასევე ექვემდებარებოდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ეს ხომ ის კონსტანტინოპოლის ეკლესია. აბსოლუტურად დაუჯერებელი იქნება, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიაში არ მიანიშნეს ან დაპირდნენ ამ მიმართულებით, რომ ავტოკეფალიას მიანიჭებდნენ. იყო ესეთი რაღაც. ან ძნელი წარმოსადგენია, რომ ესეთი დაპირება ყოფილიყო ან მინიშნება. ჩემთვისაც ძნელი წარმოსადგენია ყოველ შემთხვევაში, რომ თქვათ რაიმე სახის დაპირებას ჰქონდა მანდა ადგილი. ყოველ შემთხვევაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რაღაც ატარებს სოფლიო საპატრიარქოს ტიტულს, მაგრამ ვიმეორებ აქ მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს სოფლიო საპატრიარქოს ტიტული არის მხოლოდ საპატიო ტიტული და არანაირ იურისდიქციონალურ იმას უფლებას მას არ ანიჭებს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს გამოიყენოს ეს რაღაცა თავისი საპატიო სტატუსი იმით, რომ მოდი ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიების შიდა პრობლემების მოგვარებაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უკვე ბოლო 2 თუ 3 წელია კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკვე ატარებს გარკვეულ მოლაპარაკებებს საქართველოს საპატრიარქოსთან, იმის რომ რაღაცნაირად ამა თუ იმ ფორმით აფხაზეთის ეპარქიის მდგომარეობა იქნას მოგვარებული. ალბათ აქ არ შეიძლება იგულისხმებოდეს ავტოკეფალური აფხაზეთის ეკლესია, რომ ესეთი კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს ეკლესიას აქვს. გეთანხმებით აბსოლუტურად. და ამას ალბათ წარმოუდგენელი რამაა, რომ როდის საქართველოს ეკლესია აფხაზეთის ეკლესიას მიენიჭოს ავტოკეფალურად. ალბათ იქ იგულისხმება, რომ უნდათ ალბათ ვაკუუმის შევსება, რაყი ქართველი ღმერთსახურები ვერ შედიან აფხაზეთში, რომ იქ რაღაცნაირად დარეგულირდეს იმ სასულიერო პირების შესვლა, რომლებიც ღვთისმსახურებას შეატარებენ აფხაზეთში. ამაზეა საკითხი თუ რაზე თქვენ? საუბარი ზუსტად არის იმაზე, რომ დღესდღეობით აფხაზეთის ეკლესიის მდგომარეობა არის აბსოლუტურად სრული განუკითხაობა, შეიძლება პირდაპირ ასე ითქვას, იმიტომ რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც მანდ მოქმედებენ უმრავლეს შემთხვევაში მოქმედებენ არაკანონიკურად. ეს მხოლოდ რუსული ეკლესიიდან შემოდის, სხვა ეკლესიის წარმომადგენლები მათ არ შედიან, ხო და შესაბამისად, მაგრამ იქ რეალურად მრევლი არის დარჩენილი მორწმუნე ხალხი, რომლებსაც ჭირდებათ რაღაცა საეკლესიო, ასე ვთქვათ, თანადგომა მხარდაჭერა სასულიერო პირების არსებობა მათ არის საჭირო, რა თქმა უნდა. შესაბამისად, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ იქაურ მრევლს ყავდეთ კანონიკური სასულიერო პირები, რომ იქ რაღაცა იქაურ ტაძრებს და მონასტრებს არ ეპატრონებოდნენ ვიღაცა უცნობი პირები, სასულიერო პირები იყვნენ მათი, რომლების წარმომავლობაც არის აბსოლუტურად უცნობი და ასე შემდეგ. დადგა საკითხი, რომ ამ ტერიტორიაზე გაიხსნას კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ რაღაც საეკლესიო მეტოქიანე, რაღაცა წარმომადგენლობა. აი თქვენ წინა სამართლებრივი აზრით ეს უკეთესი იქნება, ვიდრე თქვა ესეთი დენა რუსეთიდან და განუკითხავთ რო შემოდიართ რა. და ჩვენ ვიცით რამოდენიმე ძალიან ცნობილი პიროვნება, სასულიერო პირი, რომელიც ქადაგებს აფხაზეთში, მოღვაწეობს და საბაბს იყენებს იმას, რომ აფხაზებს სჭირდება სულიერ დამოწყვეტი, მაგალითად დიაკონი ანდრე კურაევი, ძალიან ცნობილი პიროვნება,
რომელიც მოღვაწეობს აფხაზეთში. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც შეეხება უკეთესი იქნება თუ არ იქნება უკეთესი, ამას დრო გვიჩვენებ, ჯერ ერთი ვიმეორებ, არანაირი რეალური შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს, რომ თქვა, აი ჩვენ ვიფიქროთ ხვალდაზე უკვე რაღაცა მეტოქიონი იხსნებოდეს ამ ტერიტორიაზე. ეს არის ერთი. რა კი აყენებს ესეთ საკითხს? არა, გასაგებია, მაგრამ აქ არის ერთი სიტუაცია, რაც ჩვენ ქართულმა მხარემ უნდა ვიფიქროთ. არ გამოგვიდეს ისე, რომ ვაის გავეღარ თუ ის შევეყარეთ. იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიულ წარსულს, ბერძნებიც ასევე თქვათ იყვნენ საკმაოდ თქვათ აი იმპერიალისტური რაღაცა სულისკვეთებით გამსჭვალულები და შესაბამისად არსებობს ამისი საშიშროება, ახლა თუ თქვათ დღესდღეობით რუსის სამუდელოება იქ ჩადის არაოფიციალურად და ყველა მსოფლიოში იცის რომ ისინი ჩადიან არაოფიციალურად და ჩვენ თუ ვიღაცა სხვა კი ბატონო ისინი არარუსები იყვნენ თქვათ ბერძნები იყვნენ მაგრამ ისინი უკვე შეუშვათ იქ რაღაცა სტატუსით მაგრამ უკვე ოფიციალურად და დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს სხვათა შორის და შესაბამისად ეს შეიძლება ერთ წელიწადში და ორ წელიწადში არა თქვათ ეს როდესაც შორეულ პერსპექტივაში ღმერთთან უკნას რომ მაგდენი ხანი გაგრძელდეს ეს სიტუაცია რომელიც არის დღესდღეობით აფხაზეთში ხო მაგრამ შორეულ პერსპექტივაში 10-20 წლის შემდეგ და ღმერთმა იცის როდის და რანაირად ხო იმ მეტოქიონის სამართლებრივი სტატუსი არ შეიცვალოს როგორმე და არის საინტერესო აი რუსეთის ეკლესიას არ აქვს რეაგირება იმ ფაქტზე რომ ეს რომელი წელს მოხდა თქვენ რომ 2011 წელს მე აი რო შეხვდნენ ჩავიდნენ დელეგაცია ჩავიდა კონსტანტინოპოლში ეს იყო 2012 წლის იანვარი და ამას ამოყოლია რუსეთის მხრიდან რა რეაქცია ჯერ ერთი უფრო მანამდე ესე იგი 2011 წელს 15 მაისს ხსენებულმა სამა სასულიერო პირმა ეს დოროთე ბარმა, ანდრეი ამპარმა და დავით სარსანემ მოაწყეს აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საეკლესიო სახალხო კრება, რომელსაც ესწრებოდა 1500 კაცზე მეტი. რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მხოლოდ 4 სასულიერო პირი და დანარჩენი საერო ხალხი, ესე რა. კი, პრაქტიკულად ას. კი ანუ სულ რაღაცა სამი სასულიერო პირი იყო და დანარჩენები მე მგონი მეოთხეც ერთი სასულიერო მე მგონი ბერი იყო ერთ-ერთი რომელიც თქვათ მონაწილეობდა ამ კრებაში დანარჩენები ხო საერო პირები იყვნენ და კიდე ძალიან საინტერესო დეტალი არის ის რომ თვითონ როგორც აფხაზური მხარე აღნიშნავს თავის ოფიციალურ დოკუმენტებში და წერილებში სტატიებში და ასე შემდეგ რომ 1500 კაციდან თითქმის ნახევარი საერთოდ მოუნათლავი იყო ანუ ერთი არის ის რომ თქვათ ეს საერთოდ სამართლებრივად როგორ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე საეკლესიო კრებად სადაც სულ რაღაც 1500 ადამიანი მხოლოდ 3 თუ 4 სასულიერო პირი ესწრება აქეთთან აღნიშნავენ აფხაზები ამას ეს მოუნათლავი ეს რაღაც სკანდალური ფაქტია გეცახმებით მაგრამ გადავხედოთ მათი პრესა მათი ოფიციალური დოკუმენტები ყველგან თვითონ ამას აღნიშნავენ მაგრამ ისინი აღნიშნავენ როგორც მიღწევას რომ აი აღსანიშნავიაო რომ 1500 კაციდანო ნახევარზე რაღაცა ცოტა მეტი იყო მონათლული ამას წერენ როგორც რაღაცა დადებით მოვლენ და დიდ მიღწევად იმას კი არ მობენ რომ ნახევარი მონათლავი იყო ისინი თქვა ცდილობენ რომ აჩვენონ ჭიქის სავსე მხარე ისინი ამბობენ რომ აი ნახევარი იყო მონათლული და რა კარგია ნამდვილად სახალხო კრება შეიძლება ხო ვიმეორებ მაქსიმუმ სახალხო კრებად იყოს ჩათვლილი და ამ შემთხვევაში საეკლესიოდ თანაც ახლა ის ყველა აბსოლუტურად სასულიერო პირი რომელიც მოღვაწე თქვათ მონაწილეობას ღებულობდა ამ კრებაში თვითონ ორგანიზატორებიც იყვნენ პრაქტიკულად მოქმედებდნენ თავისთვის არაკანონიკურ ტერიტორიაზე აქედან 2 თუ 3 იყვნენ რუსეთის საპატრიარქოს მუდმსახურნი იყვნენ და ერთ-ერთი კიდე იყო კი საქართველოს საპატრიარქოს მაგრამ ცხრა თბილისის ეპარქიის მუდმსახური იყო საუბარი დავით საეკლესიო სახალხო კრებას მეკონ ეს ორგანოს ეკლესია არასოდეს არის პრეცედენტი არა რა თქმა უნდა ამდაგვარი რაღაც არ არსებობს საეკლესიო პრაქტიკაში ეგრეთ წოდებული გაფართოებული საეკლესიო კრებები არსებობს ახლა ჩვენ საქართველოს ეკლესიაშიც არსებობს ასეთი ინსტიტუტი სხვა ადგილობრივ ეკლესიებში სადაც სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ გარკვეული პროცენტით რა თქმა უნდა საერო პირებიც
საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით გაფართოებულ საეკლესიო კრების მოწვევა ხდება მხოლოდ ორ შემთხვევაში. ეს ცხადია, რომ ეს კურიოზია, ნონსენსია. უბრალოდ აი ჩვენი ტელემაყურებლების ალბათ საინტერესო იქნება რა ნაბიჯებს დგამენ, რომ აი ითხოვენ ავტოკეფალიას. ჯერ საინტერესოა აი კიდე რა ნაბიჯები გადადგეს ამის მისაღწევად და რა არგუმენტაცია აქვს, აი რომ ჩავიდნენ თქვა კონსტანტინოპოლში შეხვდნენ პატრიარქს. როგორი არგუმენტები წამოხეს, აი ჩვენ გვინდა ავტოკეფალია მოქცეს საქართველოს ეკლესიამ. რა ნაბიჯებსაც დგამენ, ეხლა გითხარით, ეს არის აი 2011 წელს მათ მიერ ორგანიზებული ეგრეთ წოდებული საეკლესიო სახალხო კრება, რომელიც აბსოლუტურად აბსურდული არის, იმიტომ რომ ეხლა როგორც თქვით, ნახევარზე მეტი ისეთი ხალხი მონაწილეობს, რომელიც საერთოდ ეკლესიის წევრები არ არიან. თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ ესე იგი და ესენი ამ კრებამ თავისი თავი გამოაცხადა როგორც აფხაზეთის ეპარქიის უმაღლესი სამმართველო ორგანო. და ანუ ეკლესიას მართავს ის ხალხი რეალურად, ვინც არც არიან ეკლესიის წევრები, მონათულებიც კი არ არიან. და ის რამოდენიმე სასულიერო პირიც კი, რომელიც თქვა იყვნენ ორგანიზატორები აი ამ ეგრეთ წოდებული კრებისა, საერთოდ არაკანონიკური სასულიერო პირები იყვნენ და არიან იმ ტერიტორიის, იმ ეპარქიისთვის ყოველ შემთხვევაში. ეს არის ერთი. შემდეგ როგორც უკვე ეხლა გითხარით, 2012 წლის იანვარში ისინი იყვნენ ჩასულები კონსტანტინოპოლში, სოფლიოს საპატრიარქოში, სადაც მოლაპარაკებები ჩაატარეს, რომ და სთხოვეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს როგორც დედა ეკლესიას, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის ეპარქიის სტატუსის მოგვარებაში იმ პერსპექტივით, რომ თქვათ ისევ და ისევ დაუმტკიცდეთ მათ ავტოკეფალია. ჩვენ დედა ეკლესია რას ნიშნავს? სასულიერო პირები ან საქართველოსია ნაკურთხი ან რუსეთში. აი მაგათ როგორ გამოვიდა კონსტანტინოპოლის ეკლესია? დედა ეკლესია როგორც ახლა ისინი ამბობენ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დედა ეკლესიას წარმოადგენს აფხაზეთის ეპარქიისთვის, არა უპირატად მათთვის, არამედ აფხაზეთის ეპარქიისთვის, რაღამს მე-6-მე-7 საუკუნეში რეალურად ეს ეპარქია შედიოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ ვიმეორებთ, თქვენ თვითონაც ბატონო თემ როგორც ბრძანეთ, ყველა ადგილობრივი ეკლესია, კონსტანტინოპოლიც კი სხვათა შორის, თავის დროზე არ იყო ავტოკეფალური, ანუ მეორე მსოფლიოს კრებამდე, ანუ 391 წლამდე ის ემორჩილებდა ჰერაკლიის მიტროპოლიტს. სულ თითებზე ჩამოსათვალი 60 კილო ეკლესიებია, ისინი რომელიც დაარსებულია 20 კილოებისაგან. დანარჩენი ყველა ეკლესია ადგილობრივი უკავშირდება აი ამ 60 კილო ეკლესიას. გეთახმებით ახლა რა არის იცით ეს 60 კილო ეკლესიებზე რო ჩამოვარდა ლაპარაკი. ყველა 60 კილოების დაარსებული ამაზე. გასაგებია, ახლა თვითონ აი იერუსალიმის საპატრიარქო რომ ავიღოთ, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ იერუსალიმის საპატრიარქომაც კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ 451 წელს მეოთხე მსოფლიო კრებას. მანამდე ის ემორჩილებოდა კესარია პალესტინის მიტროპოლიტს, რომელიც თავის რიგში ემორჩილებოდა ანტიოქიის ეკლესიას. ხო და შესაბამისად, ანუ ამისი ძიება, რომელი ეკლესია, რომლისთვის არის დედა ეკლესია, ძალიან შორს წაგვიყვანს. და რომაც ამ ისტორიულ პერიპეტიებს არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტურად გეთახმებით, იმიტომ რომ აბსოლუტურ ქაოსს შემოიტანს. ისტორიული ღირებულება აქვს ამას თქვა, აი ვინ იყო ადრე ვის ეკუთვნოდა. ეხლა საქართველოს არანაირი ამას მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს, იმიტომ რომ დღესდღეობით ყველა, ანუ 15-ვე ავტოკეფალური ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე რომლიღაცა საუკუნეში შეიძლება ემორჩილებოდა სხვა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, მაგრამ დღესდღეობით რაღაცა აქვს ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი, ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და არც ერთ სხვა ადგილობრივ ეკლესიას, რომელიც იყოს ისტორიულად თქვათ დედა ეკლესია, კონკრეტული თქვათ ავტოკეფალური ეკლესიისთვის, მას არანაირი არც იურისდიქციონალური, არც მორალური, არც რაიმე სხვა სახის უფლება არ აქვს. ჩვენერი პრობლემა არის სადმე თქვათ ან სადმე არსებობს აი მსგავსი ანალოგიური პრობლემა, როგორც საქართველოს აქვს აი აფხაზეთთან დამოკიდებულებაში. არსებობს თორე ესეთი მსგავსი ანალოგიური სიტუაცია და ცდილობენ თორე იქ როგორმე მოაგვარონ აი იქნებ ეს სხვაგან არის ზუსტად მსგავსი სიტუაცია, არ ვიცი, სამწუხაროდ საბედნიეროდ, რა თქმა უნდა, არ არსებობს. იმიტომ რომ კი დღესდღეობით მაგალითად მაკედონიის ეკლესია, იბრეთის ავტოკეფალიისთვის
და ოფიციალურად ის ემორჩილება სერბეთის საპატრიარქოს, მაგრამ რაღაცა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე მაკედონიის ეკლესია ცდილობს რომ მოიპოვოს ავტოკეფალია, მაგრამ იქ სულ სხვა სიტუაცია აბსოლუტურად და სულ სხვა ისტორიული კონტექსტი და რეალობა. აფხაზეთში ჩვენ ვიცით, ხო, თვითონ ეთნიკური აფხაზები ისტორიულად და თუნდაც ომამდელ პერიოდი რომ ავიღოთ მაქსიმუმ 1/5-ს თუ წარმოადგენდნენ არც კი. დანარჩენი, ძირითადი მასა მოსახლეობის რაოდენობით იყვნენ ეთნიკური ქართველები, რომლებიც სამწუხაროდ დღესდღეობით არიან დევნილებაში იმყოფებიან. შესაბამისად, როდესაც არის საუბარი, თქვათ, რომ განისაზღვროს აფხაზეთის ეპარქიის მომავალი, თქვათ, მისი სტატუსი, თუნდაც პოლიტიკური და მით უმეტეს საეკლესიო. პოლიტიკური არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორია, ეს არის საქართველოს ტერიტორია. არც როგორც თქვენ ვძანეთ, არც ეთნიკური მიზეზი არ არსებობს. ხო და მით უმეტეს ახლა არ შეიძლება თქვათ ვისაუბროთ აფხაზეთის ეპარქიის მომავალზე იმის გარეშე, რომ დავიკითხოთ იმ ხალხს, რომლებიც არიან აფხაზეთის მკვიდრნი და რეალურად არიან აფხაზეთის ეპარქიის მრევლს წარმოადგენენ და ზოგიერთი სამღვდელოებასაც წარმოადგენენ აფხაზეთის ეპარქიის. შესაბამისად, მხოლოდ რაღაცა მცირე ნაწილმა, თქვათ, აფხაზეთის მრევლისა, რომელიც დღესდღეობით არიან დარჩენილები ამ ტერიტორიაზე, მხოლოდ ამათ არ აქვთ უფლება, არანაირი, არც კანონიკური, არც მორალური, არც ზნეობრივი, რომ გადაწყვიტონ მთელი ეპარქიის მომავალი, ისე რომ არ დავეკითხოთ დანარჩენ ნაწილს, ანუ თითქმის 1000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც დღესდღეობით ვიმეორებ არიან დევნილები. რაც შეეხება თქვათ აფხაზეთის სეპარატისტების, საეკლესიო სეპარატისტების არგუმენტაციას, ეგ არის რამოდენიმე, ასე ვთქვათ. ერთი არის ის, რომ აფხაზები ეთნიკურად სულ სხვა ერს წარმოადგენენ და შესაბამისად ისინი არ უნდა იყვნენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. ახლა ეს ძალიან აბსურდული არგუმენტია, ძალიან კარგად გვესმის, იმიტომ რომ არც ერთი ავტოკეფალური ეკლესია არ არის მონოეთნიკური. ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მრევლს წარმოადგენენ, სიტყვაზე ვთქვათ, თუნდაც რუსეთის საპატრიარქო ავიღოთ, ხო? რუსების გარდა იქ არიან უკრაინელები, ბელორუსები, მოლდაველები და ესტონელები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ვთქვათ, ჩვენ რომ ავიღოთ თუნდაც ალექსანდრიის საპატრიარქო ავიღოთ, ხო? მის მრევლში არიან არაბები, ეთიოპელები, კენიელები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მონოეთნიკური ავტოკეფალური ეკლესია არ არსებობს. შესაბამისად, ის რომ საქართველოში ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლები, ხო, ეს უმცლოც არის, რომ იმდენი ავტოკეფალური პატარ-პატარა ეკლესია, ეპარქია უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში. მოქმედებენ დღესდღეობით არა მხოლოდ ქართულენოვანი სამრევლოები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ტაძრები, სადაც ღვთისმსახურება ტარდება სლავურ ენაზე, ქადაგებები მიმდინარეობს რუსულ ენაზე, სამრევლოები, სადაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს ბერძნულ ენაზე, გვაქვს სამრევლო, სადაც ღვთისმსახურება ასურულ ენაზე მიმდინარეობს და ასურელი მართლმადიდებლებისთვის და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს ეკლესიის მრევლი არ არის მონოეთნიკური და შესაბამისად ჩვენი ეკლესია ითვალისწინებს ამა თუ იმ მრევლის მოთხოვნას, რომ თქვათ შეიძლება იქ სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მართლმადიდებლები, იქ შეიძლება ჩამოყალიბდეს თქვათ კონკრეტული ეთნოსის ეროვნების იერარქიაც, ღვთისმსახურებაც იმ ენაზე და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში აფხაზეთში არასოდეს არ ყოფილა აფხაზურ ენაზე წირვა-ლოცვა. იქ იყო ქართულად. ეთანხმებით. ამიტომ მამაო, რა ეს პრობლემა ეს რომ რაღაცა არტეფაქტია და საფუძველი არ აქვს, სამართლებრივი ეს ცხადია. აი მე რა მაინტერესებს, არსებობს თუ არა ისეთი ჯგუფი აი აფხაზებს შორის სასულიერო პირები, რომლებიც უკავშირდებიან აი თქვათ დისიდენტურ ეკლესიას, აი ეგრეთ ემიგრაციულ ეკლესიას. რადგან აი წარმოგიდგენთ ესეთი თეორიული შანსი, რომ თუ კი ისინი დაემორჩილებიან თქვათ აი რომელიმე დისიდენტურ ეკლესიას და ღმერთთან უქნას. აი თქვა წარმოგიდგენთ არასასურველი სიტუაცია, რომ როდესმე აფხაზეთმა მიიღო პოლიტიკური დამოუკიდებლობა. თქვა ეს არ მოხდება, მაგრამ თქვა მე. აი მაშინ ხო შეუძლიათ, რომ აი ეს დისიდენტური ეკლესია შეუერთდეს ან რუსეთის ეკლესიას, ან კიდე კონსტანტინოპოლის ეკლესიას. აი ასეთ პერსპექტივას ვინმე
პერსპექტივის ასარ ხო არ თამაშობს იმას ასულ. არის ესეთი ჯგუფი აფხაზეთში. ფოთაშორის მე არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე ასეთი ჯგუფი თუ არსებობს აფხაზეთში, მაგრამ მსგავსი რამ მოხდა ფოთაშორის სამაჩაბლოში. აი მე то კითხები, სამაჩაბლოში არის ესეთი ჯგუფი. კი, ასეთი ჯგუფი იქ არსებობდა 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში, რომ იქ ასე ვთქვათ, ანუ ალბათ სეპარატისტული ხელმძღვანელობის, დე ფაქტო ხელმძღვანელობის დახმარებით დაუკავშირდნენ ეგრეთ წოდებულ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიას, Русская зарубежная церковь, ეგრეთ წოდებულ, რომელმაც სხვათა შორის სამაჩაბლოსთვის აკურთხეს ერთ-ერთი ეპისკოპოსიც კი. მისი სახელი არის, როგორც თვითონ უწოდებენ, ეპისკოპოსი გიორგი პუხატე. რომელიც იქ იყო ჩასული სამაჩაბლოში, იქ თქვათ აკურთხა რამოდენიმე სასულიერო პირი და ასე შემდეგ. და საინტერესო რომ უკვე 2000-იანი წლების ბოლოს უკვე რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესია ოფიციალურად შეუერთდა კიდევაც რუსეთის საპატრიარქოს. ეს მემკვიდრეობით მიიღეს ეს კი, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად მოხდა ისე, რომ თქვათ მემკვიდრეობით მიიღეს ის ეპისკოპოსიც გიორგი პუხატე და ის სასულიერო პირებიც, რომლებიც არიან მის მიერ ნაკურთხები და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ეს სიტუაცია ახლა კანონიკური აფხაზეთში ესეთი არ არის. შეიძლება იმის გამო ხდება, რომ აი აფხაზეთში უფრო ავტოკეფალია უნდათ არა ეს? ზუსტად იმიტომ, რომ მათი მიზანი უფრო ძირითადად არის მიმართული იმისკენ, რომ მიიღონ ავტოკეფალია. ეს არის ერთი, მეორე კიდე, ტრადიციულად, მოდი ასე ვთქვათ, ისე ჩამოყალიბდა, რომ სასულიერო პირების ნაწილი იქ გარკვეული კავშირები აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან, რუსეთის საპატრიარქო ამა თუ იმ ფორმით ფარველობს, ვთქვათ, იმ სასულიერო პირებს, რომლებიც არიან იქ აფხაზეთში. ეს არის ერთი. მეორე, ზოგიერთი სასულიერო პირი, თქვათ, აი ახალგაზრდა თაობის სასულიერო პირები ვინც არიან, ისინი განათლებას ეხებულობენ საბერძნეთში, კერძოდ ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე და შესაბამისად მათ უკვე გარკვეული კავშირები აქვთ უკვე ბერძნულ სამყაროსთან, მოდი ასე ვთქვა და უშუალოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ უკვე ვთქვათ, არა საეკლესიო ასე ვთქვათ, დისიდენტებთან, არამედ უკვე ოფიციალურ ეკლესიებთან დააკავშირონ გარკვეული კავშირები და უფრო ასეთ დონეზე რაღაც მიიღონ აღიარება. სხვათა შორის აქვე უნდა აღინიშნოს ის. მაგრამ ეს აღიარება საეკლესიო სამართლით ხოლმე საქართველოს ეკლესია შეუძლია. რა თქმა უნდა, მაგრამ ვიმეორებ, აქ დღესდღეობით აფხაზის საეკლესიო სეპარატისტები ეწევიან ძალიან აქტიურ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ომს. იმიტომ რომ ძალიან ბევრს წერენ ეს სტატიების დონეზე იქნება. იმათ რაღაცა აქვთ გასასვლელი უკვე ბერძნულ სამყაროში, იმიტომ რომ ხომ გეუბნებით, გარკვეული კავშირები აქვთ როგორც რუსეთის საპატრიარქოში, რუსეთის აკადემიურ წრეებში, ასევე კავშირები აქვთ ბერძნულ სამყაროში, ოფიციალურ, თქვათ, საეკლესიო წრეებში თუ აკადემიურ წრეებში და ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საღვთისმეტყველო კონფერენციებზე, სადაც ცდილობენ დაასაბუთონ ის, რომ აფხაზეთის ეკლესია ის არ უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ და ის უნდა იყოს როგორც ავტოკეფალური თუ არა, როგორც ავტონომიური მაინც. აი დავით სარსანიას, დიაკონ დავით სარსანიას, შეუჩერდა აი ღვთისმსახურება, იმიტომ მე ვიცი რომ აი შვეიცარიაში როცა სწავლობდა, იქ მსახურობდა ეკლესიაში როგორც დიაკონი. რუსულ ეკლესიაში. ახლა ზუსტ თარიღს მე ვერ გეტყვით, მაგრამ ეს მასე შეუჩერდა სადაც 2000-იანი წლების დასაწყისში, ანუ უკვე მრავალი წელია, რაც აქვს შეჩერებული მსახურება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა და დღემდე აგრძელებს მსახურებას რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ პრაქტიკულად ნებისმიერ ეკლესიაში. ეს მსახურობდა 2000 წლის შემდეგ. აი პრაქტიკულად, არაკანონიკურად. მე ის ინფორმაციაც მაქვს, რომ რუსეთის საპატრიარქომ ოფიციალურად ითხოვა, რომ დავით სარსანია გადავიდეს რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ ჩვენი საპატრიარქოს პასუხი იყო ის, რომ მას აქვს გარკვეული, თქვათ, დანაშაული ჩადენილი თვითონ აქვს საქართველოს საპატრიარქო კერძოდ დაუმორჩილებლობა და შესაბამისად ის სანამ გადავა ოფიციალურად
სხვა ნებისმიერ ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ, ჯერ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ჯერ უნდა გაარკვევს თავისი კანონიკური სტატუსი და შემდეგ შეიძლება საქართველოს ეკლესიამ განიხილოს, თქვათ, მისი გადაყვანის თუ არ გადაყვანის საკითხი. აშკარაა, რომ რუსული ეკლესია დაინტერესებულია ამ პიროვნებით, იმიტომ რომ შვეიცარიაში რუსეთის ეკლესიის სახელით გამოაგზავნეს შვეიცარიაში. გეთახმებით, ხო და შესაბამისად მე ახლა მის თქმა მინდა რომ აი კი კანონიკურად მხოლოდ საქართველოს ეკლესიას აქვს იმის უფლება რომ რაღაცა ფორმით თქვათ ან შეცვალოს ან დაამტკიცოს აფხაზეთის ეპარქიის სამართლებრივი სტატუსი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ, ხელები დავიკრიფოთ და რაღაცნაირად არაფერს არ ვაკეთებდებთ, იმიტომ რომ ის რამოდენიმე ადამიანი ვიმერ ძალიან აქტიურები არიან. ისინი მონაწილეობენ. რა უნდა გააკეთოს? თქვენს ახლა ძნელია ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს ეკლესიამ, აი de facto როგორ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს? იქ ჩვენ ვერ შევდივართ. ეს პოლიტიკური სიტუაცია არის ფუნდამენტალური პრობლემა. აი ქართულ სასულიერო პირებს არ შეუშვებენ. მოდით ასე ვთქვათ, მე ახლა ჩემს პირად და სუბიექტურ აზრს ვიტყვი. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ძალიან გავააქტიურდეთ სუფთა ისევ და ისე საინფორმაციო სივრცეში. რაც არის ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ აფხაზის სეპარატისტები ძალიან ხშირად წერენ ყველანაირ მიმართვას, წერილს, იქ ვიმეორებ მონაწილეობს ღებულობენ ყველანაირ კონფერენციაში, საერთაშორისო საეკლესიოში, სადაც ცდილობენ რომ ხალხში და ზოგადად სოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში თავისი, ასე ვთქვათ, პოზიცია დაამტკიცონ. ჩვენ ორმაგად კი რაც მაგათ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, ანუ ჩვენი მეცნიერები, ჩვენი ისტორიკოსები, ჩვენი კანონისტები უნდა ასევე უნდა ვიაროთ ჩვენ სხვადასხვა სოფლიოს დონეზე, სხვადასხვა კონფერენციებში უნდა მონაწილეობას უნდა ვღებულობთ, უნდა საუბრობდეთ იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არსებობს აფხაზეთის ეპარქიაში და რომ იმ სეპარატისტების არც ერთი პრეტენზია არ არის დასაბუთებული და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ აფხაზ საეკლესიო სეპარატისტებს, რომ მათ მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუ დღესდღეობით მათ აქვს იმის იმედი, რომ ან რუსეთის ეკლესიისგან, ან კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან, ან რომელიმე სხვა ადგილობრივი ეკლესიისგან მიიღებენ რაღაცა მხარდაჭერას, ან მფარველობას, ან რაღაცა ნებისმიერი რაღაცა სტატუსის აღიარებას, უნდა მიხვნონ და დაინახონ, რომ ეს მათი იმედები არის პრაქტიკულად უსაფუძვლო. ეს გამორიცხულია. ეს არის ერთი მხარე. ანუ ეს უფრო აიძულებს ამათ, რომ უფრო მეტად წამოვიდნენ ჩვენთან საქართველოს საპატრიარქოსთან გარკვეულ მოლაპარაკებებზე. მე მგონი ჩვენ რაღაცა უნდა ავამოშოვოთ, ალბათ ისევ და ისევ ჩვენ სახალხო დიპლომატია, ან რაღაცა ჩვენი საეკლესიო არხები უნდა ავამოშოვოთ იმისთვის, რომ თუნდაც ერთი პირველ ეტაპზე ერთი ქართველი სასულიერო პირი რომ ჩავიდეს სოხუმში და იქ იყოს დაიწყოს მსახურება. მაგრამ ვიმეორებ ახლა თქმა არის ძალიან იული, მაგრამ გაკეთება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება აფხაზეთში, საეკლესიო სიტუაციის მოგორება იქნება ძალიან რთული. იმიტომ რომ აფხაზ სეპარატისტებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართული ეკლესიის ამოქმედება თუნდაც ერთი სასულიერო პირის სახით სოხუმში ან აფხაზის ნებისმიერ სხვა ქალაქში. ეს უკვე იქნება ერთგვარი კულტურული და რაღაცა სულიერი ხიდი, რომელიც დააკავშირებს აფხაზებს და ქართველებს. არადა მთელი, თქვათ, ამ სეპარატისტების პოლიტიკა არის მიმართული იმისკენ, რომ ქართველებისგან შექმნან ტრის ხატი. ასე კი. მამაო, აი შენი პატრიარქი გახდა მიტროპოლიტი აფხაზეთის ეპარქიის. აი იქნება ის სამართლებრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აი რა დადებითი მოვლენაა ეს აი შევაფასოთ. აი ეს სამართლებრივი, თქვათ, პოლიტიკური თვალსაზრისით. ამას ხოთაშორის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მოდით ასე ვთქვათ, როდესაც ამ ეპარქიას, ოფიციალურად დე იურეთ მართავდა სხვა მუდმთავარი, საქართველოს სინოდის წევრი. მათ აფხაზ სეპარატისტებს ყოველთვის ჰქონდათ იმის ერთ-ერთი მათი მთავარი არგუმენტი, თქვათ, აი რატო, თქვათ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ საქართველოს საპატრიარქოსთან, ეს არის იყო ის, რომ ვითომ და
ქართველმა მღვდელმთავარმა და სხვა სასულიერო პირებმა ვითომ და თვითნებურად მიატოვეს ეს ეპარქია და მიატოვეს თავისი მრევლი და შესაბამისად ახლა მათ უკვე არანაირი არც კანონიკური არც მორალური უფლება არ აქვთ რომ ითვლებოდნენ აი ამ ეპარქიის ან მართველი მღვდელმთავარი ან სასულიერო პირები და ასე შემდეგ ასე შემდეგ. სხვათა ეს იდეა ხო ძალიან ხშირად იყო გამოყენებული როგორც აფხაზი ასევე სხვათა შორის ზოგიერთი რუსი საეკლესიო პუბლიცისტის მიერ. შესაბამისად, როდესაც უკვე უშუალოდ პატრიარქი გახდა ოფიციალურად ამ ეპარქიის უშუალო მმართველი, შესაბამისად პატრიარქი ჩვენთან ითხოვს ეს ტიტულში რომ დაიწერა თუ არა, თქვა ცხუმა აფხაზის მიტროპოლიტი, ხო? იმ დღიდანვე ითხოვს იმას, რომ ეს არის უშუალოდ ამ ეპარქიის უშუალო მმართველი ვარ მე და მომეცით იმის უფლება, რომ თქვა შევიდე და მოვინახულო იქაური მრევლი, იქაური ტაძრები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად ამითი რეალურად, ხო? მათ ხელიდან გამოეცალათ ერთ-ერთი ის არგუმენტი, რომლითაც თქვა ისინი დღემდე ბოლო დრომდე ყოველ შემთხვევაში აპელირებდნენ. რაკის უშუალოდ პატრიარქის ეპარქიაში შედის, მისი ალიენაციაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხის დასმაც კი ავტოკეფალიისა ძირითადად. რა თქმა უნდა, ეს უფრო რთულდება. სამართლებრივი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ძალიან პოლიტიკური ამ აქტს. მამა ალექსის ძალიან რთული თემაა, ძალიან მტკივნეული. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბარი ეხებოდა აფხაზეთის საეკლესიო მდგომარეობის სამართლებრივ ანალიზს. ჩვენი სტუმარი გახლდათ თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა ალექსი ქშუტაშვილი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.